ხვედით დასრულდა გადაღებები ფილმის ბოლო გასეირნება, ეს არის ყარაბაღის ტრილოგიის მესამე ნაწილი და დასასრული. კინოთეატრებში იქნება 1 მარტიდან და ეხლა არ ვიცი, თქვენ ესე იგი, როგორც იცით, თანამედროვე დროში ვითარდება. განსხვავებული სიუჟეტია, ახალი გმირები და ძველი გმირები შეიცვალა. აი ამაზე უფრო კონკრეტულად რო ვესაუბრებ. ერთი პრობლემა რა არის, ეხლა ჩვენ მე კი დავიწყებ, მაგრამ ალბათ მე უნდა გააგზავნო სხვა რეჟისორი როგორ გაიგებს აი ამ მიკროფონების იმითად მაგიც არ იქნება და სულ ის არა. მოდი რა ხო. მე თაზოს რო კითხავენ, არა ეს საზას უფრო მეტი სწორად გადავწოდო თაზოზე. ის არა ქვია. ფილმი ვითარდება ორ დროში და იწყება 94-ში და მე 2011-ში. დანარჩენ ზაზა იტყვის უშუალოდ. ფილმის რეჟისორი. გააგზავნე კოსმე. არა, მე. ფილმის ფაბულა რა ოქში. სასიამოვნო ძალიან. სასიამოვნო მუშაობა ძალიან პროფესორებთან. არა, ეგრე არა. აი ცოტა იმას ვიზამ გავასწორებს, აი კაი. არა, სასიამოვნო იყო მართლა გულწრფელად ვამბობ რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჯგუფი იყო. პროდიუსერებთან იყო ძალიან კომფორტული მუშაობა. და რა ვიცი, სახელებით და შემიყვარდა ყველა. ძირითადად პრინციპში ხა არავისთან არ მქონდა ნამუშევარი აქამდე რა და ძალიან მოყოლილი ვარ შედეგით. მგონი ობიექტურია რა ამაში. და რა ვიცი, მე მგონი რაღაც კეთილი ფილმია და მგონი კარგად გაკეთებული და მგონი გარდა იმისა, რომ თქვა კომერციულია ფილმი, მე მგონი მხატვრული ღირებულებებიც აქვს. ესეთი იმედი მაქვს. ანუ თავიდან უფრო კომერციულად დავიწყე და მე ნელ-ნელა მივხვდით, რომ ამ იმდენივე მეტი თუ არა მხატვრული ღირებულება აქვს, რაც კომერციული პოტენცია. თითქოს აი ხო არის ხოლმე გონის ისეთი საუკეთესო სინთეზია რა, კარგია ხოლმე როცა თქვა ფილმი მხატვრული ღირებულების მატარებელია, მაგრამ თან ამავე დროს კომერციულიც არის. ბოთ უკეთესია. მე შაიდომ ვიცი. ორ გადაღება თქვენ ნახევარი დაახლოებით. თბილისში. აი უფრო დაწვრილებით რო გველაპარაკოთ ფილმის სიუჟეტზე, რა იქნება შეცვლილი ახალ გმირებზე, როგორც იცი არიან ახალი მსახიობები. უფრო დაწვრილებით მოგვეტანა დისკი და მიგვეცა და გვენახებინა. არა, პრესჩვენება იქნება ისე საერთოდ რო იცოდეთ იმავე დღეს, პრემიერის დღეს უფრო ადრე 2 საათზე კინოთეატრ ამირანში ახალი გმირები. აი მიშა მესკი ძა. ისე აი თაზო ჩაკაია რომელიც თამაშობს ლუკას აღარ პერსონაჟს არის გიორგი ახვლედიანის ანუ დობოს და იანას ანუ ნუცას შვილი და არის თინა დალაქიშვილი. თინა დალაქიშვილი რომელიც არის მისი შეყვარებული. საინტერესო იყო, იმიტომ რომ ბიოლოგიის თამაში რაღაც და ძალიან საინტერესო იყო, თან ჯგუფიც ისეთი იყო და მეგობრული რაღაც, რომ ძალიან დამაინტერესა და უფრო ინტერესეს ისე თავიდან გამიჭირდა რაღაც და მე უფრო გავიხსენ და გამიერთო ყოველთვის. საფილო ხო მოგიდა. რეჟისორის დამსახურება. აი მიშა როგორც ვთქვით 40 წლის არის ხო ფილმში დაახლოებით. ფული მოუტანა ბევრი ძალიან ჰონორარები. ცხოვრებაში რომ ელოდები რაღაც სიახლეს თუ არის, ესევე რაღაც ყარაბაღის ჩემთვის ეს ძალიან რაღაც ცხოვრებასთან ერთად მიდის რა. კი რაღაც მომიჯი დამკვიდრდა და ნუ ძალიან ახლოს არის და რა ვიცი, აბა რაღაც ჩვენი წარსული და უკვე რაღაც აწყო და ამის რაღაც სინთეზზე შეყვრა და რაღაც ძალიან სასიამოვნო იყო. ძალიან ახლოს და
მიშა რა ვთქვი? ინგლისურად არა, უნდა მართლა რაღაცა გამოჩინება რაღაც რომ საიარა რომელშიც რომლითაც დავიწყე ისე ვიტყვი იმედი მაქვს მაგითი არ დავამკავე და რავი როგორი იყო და ძალიან სასიამოვნო ჯერ მარტო ზაზასთან მუშაობა პირველად მუშაობდა და მართლა საინტერესო გამოცდილება იყო ჩემი ვიკენდი არის ერთად მოვდიოდი კიდევ კახარის დეპუტატი ხო მგონი? ოჯე ყურში კენჭი მე მომხდება ისე კენჭები რა ამიტომ კენჭის კრადიდი მოგვა მსახიობებსაც კარგად თავს სახით დაპლაში კომისიონი ავიღო დიდი მადლობა არ ვიცი ნახო ცხოვრება ძინ არის რა შეიძლება გიყავ კენჭი დეპუტატიც გავხდი არ ვიცი განახავაში შესაძლებელია კარგი განახევაში შესაძლებელია და ერთში შესაძლებელია. ნუ უბრალოდ ნახ, განახევარი საშუალოდ ესე იჭერს ხოლმე გადაღების პერიოდში. ეს სულ გაიჭედა ერთში. არა, თუ განახევარი არც ისე ცოტა ხანი. არა, ძალიან ცოტა. ეს კომესო მოგება ალბათ ეულა. რა თქმა უნდა. პირველი და მეორე, ზუსტად იგივენაირად მეორე, უბრალოდ მეორეს რაღაც პოლიტიკური მოვლენებით და ემთხვა რაღაც აურია ხელი თვითონ კი გადაკეტილი იყო რუსთავები და ამიტომ რუსთავის კინო დახურული იყო და ვერ დადიოდა იმ მომენტში თუ წარმატებული აი მახსოვს რომ ისტორია მომდა რაღაც რომეო და ჯულიეტას თითქოს თანამედროვე რაღაც დეტალები იქნება ფილმშიო და რაღაცა არის რაღაც ხაზი და გვერდო ხარ და გავხსნა სიუჟეტი საინტერესო ფილმებისთვის სულ არ დავაკეთებ თემაზე ბოლო გასეირნება ქვია თავდება ამით ან 4 აღარ იქნება არა ო როგორ გადმოხიდა აი არ ვიცი მე და ლევანი ფიქრობ რომ აღარ იქნება და რავი თუ მოითხოვა აუცილებლად არ იქნება არა ცხოვრება მეოთხე ამდულად გეტყვით რომ არ იქნება ჩვენგან ყოველ შემთხვევაში ხომ შეიძლება რა ვიცი დაიღოს ჟურნალისტების კიდევ იქ საინტერესო ფაქტი იქნება ის რომ როგორც წინა ორი ეს დაფუძნებულია ბევრ ძალიან ამბავ ანუ ისტორიები არის ნამდვილი ფილმი საინტერესო იქნება ამბით და იმ პატარა იმ დეტალებით რომელიც უკანაც შეიძლება დაინახოთ ვიღაცები ნახავენ საკუთარ თავებს ნაცნობებს გადახდენილ თავგადასავლებს რომელიც გაგახდა ანუ არ არის ძალიან ხშირად გამოწვეული მოგონილი ამბებისგან შექმნილი ფილმი და საინტერესო იქნება სანდროს ისტორიების სუმან ნამდვილი სუსანდროს ისტორიები თვითონ თავისივე ისტორიები თვითონ მოიყვანა ეს არის რომ აი ეს გამოაჩენს ამ ფილმს ალბათ სხვებისგან თავიდან რომელიც გეგონება რომ შეიძლება იყოს მოგონილი ამბავი იმდენად სარკაზმო უცნაური აბსურდული ამბავი შეიძლება გამიტარდეს რომელიც გეგონება რომ შეიძლება ამ გასაცინოთ არის მოგონილი სიმულეში მარტო და ფილმი პრემიერის მე იქიდან დავაგდო დავდო სამუთები რომ მოხდა მაგას შენ იქ დაჭი შენ იმიტომ ყველაზე რთული სარკაზმო უცნაური ამბები ნამდვილი ამბები როლი სცენარის მიხედვით გადმოვიდა ჩემზე, ამიტომ მე მაქვს ეს ნაგები ეს ამბები. სცენარისტები და პროდიუსერები. სხვა პროექტებზე ვისაუბრებთ და მაგი 4-5 დაჩალოთი 6-7 ჯეჯერობით ესეთი არის აჩიკა კავთარაძის ფილმი არის ჯაშვებული პოსტპროდუქციაში რომელიც ალბათ ზაფხულში იქნება კინოთეატრებზე ჩენზე ესე რა ვიცი იდეებზე მუშაობა მე საერთოდ ცოტა ხნით ალბათ წავალ ამერიკაში სასწავლებლად ყველაფერი კითხვის ნიშნის რაღაც სკვეშთან საერთოდ ამიტომ ერთი წელი ალბათ მე შესვენება მექნება და ისე არ ვიცი აი ზაზას აქვს პროექტი რომელიც წესით მალე უნდა დაიქოქოს ველოდები
აი უეჭველზე რაღაც გაკეთება, მაგრამ ნუ და რა თქმა უნდა მინდა და ნახოთ რა ეს იქ უნდა და მაგ იმისთვის რომ რაღაცა გამოგივიდეს იდეაში, იქ უნდა დაფუძნდე და უნდა შენთავი დაუთმო რაღაცა იქაუ ცხოვრებით უნდა იცხოვრო და რაღაც და იყო მობილიზებული და მიმართული რაღაც კონკრეტულ იდეაზე, რაც აქამდე მე თქვათ არ ვიყავი და ნუ ეხლა ვფიქრობ თუ დავალ იქ ცხოვრებლად, ალბათ მაგ მიმართულებით შევეცდები და თუ მე ნახოთ. ჰოლივუდი რაღაც ცოტა აბსტრაქტული სახელია. მე მივდივარ ბოლივუდში. ვიში აი უკეთესია რა თქმა უნდა. და შეძებენ 20 ფილმს. კი არა და 20,000. ჰოლივუდი. ღეში უნდა ჯობია. შენერია. აი ჩვენი ერთი მსახიობი მოვიდა ეგერ და რატომღაც დგას ფეხზე. თუ შეიძლება სანდო თოდა ხანი და აი დაგითხრე. ჩვენი მოწვეული მსახიობი ჩვენ მოვიწვიეთ ნანა. ეს არა, თვითონ ფილმში იქნება მოწვეული მსახიობი, არა, დააჩენ თვითონ მოვიდნენ, ხო? დააჩენები? ორი რა ვაყარ ფილმში არ ვიდევ აი კონდი. Если можно, я буду отвечать по-русски, не так проще. Да, я все понимаю по-грузински, абсолютно. Впечатление от фильма. Я как профессиональный актер давно хотела сняться в фильме «Подводка Карабах», но каждый раз, когда ты видишь первую часть, да, женской роли нет, вообще, ну как великая роли, да, и не снимаю. А при том, что я знаю Кудзоридзе и Лифанову были. Во второй части, в принципе, тоже. Когда мне сказали, что вот есть такая роль, я такая вот любовная линия Гоголика, то я, естественно, сразу же согласилась, потому что, по-моему, это отдельное удовольствие играть в такой команде. ქართულ ფილმებში არერთ ცნობილ და კარგ რეჟისორთან ხართ გადაღებული, შემდეგ წახვედით საზღვარგარეთ, აი თქვენი გეგმები, თქვენ რჩებით საქართველოში და აგრძელებთ კინოკარიერას თუ ისევ საზღვარგარეთთან არის თქვენი დამოკიდებული? მაგაზე მე შემეზე. Что касается планов, у меня действительно есть 2 новых проекта в Москве. И еще я как журналист работаю, подписала контракт с каналом телеканала «Дождь». Но, в принципе, если будут какие-то предложения в книге, я с удовольствием снимусь и поправлю свой грузинский язык тоже сложно. Ну, так как это лапараков с картулой. А, я полноценная история. ხმარე უნდა ყავდეთ ქართული და და თქვენი ტელეფონით Вы им рассказали о том, о всяких курьезах на съемочной площадке, нет? Пока не рассказываю никому. ყველა ასე არა, კითხვა, რომ კითხავთ ჩვენც ადეკვატურ პასუხს გაგცემთ ალბათ. აი არა, არ ვიზეთებით საერთოდ. კარგით, მაშინ რა ხდებოდა ესეთი? მიშა იტყვის რაღაცა. ვისთან დაკავშირებით იყო და აი რა სცენების გადაღების დროს? ეს კი ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო, მიშა მესხი მოვიდა მთვრალი და 62 დუბლი გადავიღეთ, რომელიც სცენაში რომელიც უნდა გადაგვიღო ერთ დუბლში. და 61 დუბლზე დაავიწყდა კინოს, ერქვა გასეირნება ყარაბაღში. Қарабах ще раз ситва. Ситва Қарабахи, да. Стоит добавить, что даже когда там 36 и 70 дублей, все равно это проходит, просто проходило на ура, она была так весело, вот сплошная веселка. Для кого весело? Для кого весело? და პროდიუსერები და სიმშვიდე რომ უნდა შეინარჩუნო რა. გული შეხალისო. არა, თან ეხა ზაკეთებს. არა, შეკითხება ეს პანდობა. შეკითხვა არა. აი, გით მადლობა. მადლობთ.